გამარჯობათ მეგობრებო, მე მქვია მარია ბერიკერაშვილი, ვარ თვითონ ადვოკატი და ვარ ტელეწამყვანი. მინდა ვისაუბრო თავის სინდრომის მქონე ადამიანებზე და მინდა იმასე თქვა, რომ მე ავაცნო ჩემი საუკეთესო მეგობარი გიგო შევკაშვილი. გთხოვთ. მოგესალმებით, მე ვარ გიგო შევკაშვილი, 30 წლის და მე ვარ სასტუმრო ჰოლიდეინის ბარმენი ვარ, ანუ იგივე ფატენდერი და 9 წელია მუშაობ ჰოლიდეინში. და ჩემი ამოსადილება მაქვს შენახული ბარმენობის, მე ვარ მსახიობი, ჩემი მაქვს, მეს მინდა რომ დავამთავრო თეატრალურზე მინდა რომ დავამთავრო უნივერსიტეტში. ეს არის მუსკომედია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრალურში და მინდა მუსიკალური უნივერსიტეტში რომ ჩავაბარო. და ბოლოს ბარმენი. კაჭათ, მეც დავამატებ, თუ შეიძლება ბატონო გიგო. მოკლედ, მეც გახლავთ, რა თქმა უნდა, წამყვანი, ამიტომაც ამ პოზიციაში ვარ. მინდა ამ პოზიციაში ვიტოვა, რომ მინდოდა რომ ჩემი ოცნება ამიხდინა და ავიხდინე უკვე. მინდა იმაზე კიდევ ვისაუბრო ჩემზე, რომ მეც მსახიობი ვარ, მეც თვითონ ადვოკატი ვარ და მეც მინდა რომ ვიყო კარგი მსახიობი, რომ გამოვდგე და მეც მინდა რომ ვისაუბრო ამაზე. მინდა რომ ჩემ დასაქმებასაც ვისაუბრო, რომ მეც მინდა მუშაობა და ავაშენო ჩემი ბიზნესი და მინდა ვიმუშაო საბავშვო ბაღშიც და დავამთავრე კოლეჯით, მაგრამ მექნება გამახსენების საღამოც და მინდა რომ მეც დავსაქმნე ის პოზიციაში, რომ მეც ჩავთო და ვიყო ენერგიულად. მინდა იმაზე დავიწყო საუბარი, რომ დავსაქმნე ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრებით, მინდა ყველაფერი შევძრო და მინდა რომ ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება არის, რომ მე მაგალითად წავედი მაგალითად მარტო მაღაზიაში რამეს ვყიდულობ, ან მინდა რომ გავისეინო, ან რამე გავაკეთო და მინდა რომ ჩემ მეგობრთან დამოუკიდებლად მინდა რომ გადავაგირდ ჩემთვის. და მე გავაგრძელებ, მოგესალმებით, მე ძალიან მინდა რომ მე ძალიან მიყვარს ახალი გარემოში რომ გადავიდე, თავისუფლება და მე ძალიან მინდა დამოუკიდებლად ცხოვრება მჭირდება ახალ გარემოში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროფესია რომ შევმატო უფრო მაგრად. და ძალიან მიყვარს შემდგარი წამყვანები და შემდგარი მსახიობები. და მე ესე რას ვფიქრობ, რომ სამომავლოდ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რესურსები გავხადოთ ძალიან მაგრად. და მე ძალიან მინდა რომ უფრო მაგრად ვიყოს და მყარად რომ ვიყოს და მშვიდობას მინდა, დამოუკიდებლობას მინდა. აი როგორც თქვა მარიამა, მოგესალმებით, მაგალითად როგორც მეგობრებთან ერთად დამოუკიდებლად მეგობრებთან ერთად სიარული მინდა, სულ ჰაერზე, ჩვენ ვართ ვით ადვოკატი, მაგრამ 2026 წელს სოფლიო ჩემპიონატი იქნება და ჩვენ დამოუკიდებლად მეგობრებთან ერთად ვიარო ჩვენ. მეტი არაფერი აღარ მინდა. მინდა გაგვაცნო შენი მუშაობის პირობები.
ჩემი მუშაობის პირობები მაქვს, მაგალითად ჰოლიდეიში მუშაობ. 2017 წელს შევედი. 21 წელის ვიყავი, աժი 2 ვიყავი და 9 წელია მუშაობ. და როგორ მოგწონს? ძალიან მომწონს მუშაობა. მაგალითად ყავას ვაკეთებ, ჩაის ვაკეთებ, შეიძლება აი კლიენტები, ტურისტები რო შემოდიან, მაგალითად კოქტეილები, ან სასმელები, ან რაღაცეები. და ძალიან ბევრად ისა შეკვეთები გვაქვს, ძალიან ბევრი და ძალიან მუშაობს და ათე შემდეგ შემომარია. გიგო მოგვიყვები შენი ერთი სამუშაო დღე. ჩემი სამუშაო დღე არის 5 დღე მარია. მაგალითად, ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, ანუ იგივე ის მუშაობის დღე 5 დღე ვმუშაობდი და 2 დღე ვისმენებდი. როცა მიდიოდი სამსახურში, რას ეკეთებდი? ყავას მამხოლიდეში. და ხმებსაც უკეთებდი ყავას. აი მაგალითად, წამოვიდგინე. გავაკეთე 2 ამერიკანო გავაკეთე. მე მოეწონათ. მე რომ მოეწონა 3 ამერიკანო გავაკეთე, წამოვიდგინე მარა. ყურესმენდეთ რა მოგწონს სამსახურში? ყველაზე სამსახურში რო შევედი მარია, ახალი გარემოში შვიდობა და დამოუკიდებლობა. კომუნიკაცია, ურთიერთობა ძალიან მომწონს. ბაბალე საწარმო, სახელოსნო ძალიან მომწონს, ძალიან მიყვარს. ჩვენ ვხატავთ, ჩვენ ვაფერადებთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს აი ესეთი ტელემაყურებლებო და ჭიქა გვაქვს, ძალიან საინტერესო. ესეთი დასადგამი. ესეთი დასადგამი ჩემო მეგობრებო. მე ვფიქრობ დამოუკიდებლად ვისწავლო განათლება, ინკლუზიური განათლება მნიშვნელოვანია, რომ ბევრი მე ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა, მე ძალიან მიყვარს განათლება, ინკლუზიური განათლება რომ გავაძლიერო და შენი დასაქმება რას ნიშნავს, მარი? ჩემთვის დასაქმება ნიშნავს იმას, რომ აი მაგალითად ჩემი ბიზნესი რომ გავაკეთო და ვიმუშაო. ანუ რამე საჭირო ნივთები გავაკეთო და ყველაფერი რომ გადავცე პროდუქცია მაგალითად. ხო, რომ გადავცე გაჭირვებულ ადამიანებს და დავეხმარო. ოკეი. რას ვუჩევდით? დავდესით რომ ის მქონე ადამიანებს, ვისაც მუშაობა უნდათ. თქვენ უნდა ისწავლოთ დამოუკიდებლად, მაგალითად მინდა რომ ანუ მე და შენ გამოცდილება გვაქვს, მაგრამ სხვებსაც ვასწავლოთ აუცილებლად, ხო? მე მინდა რომ რასაც ამოგითვალეთ, მინდა რომ ისწავლო, მოიდომო, გააკეთო, რომ უნდა იშრომო, მოიდომო, გააკეთო, ბევრი უნდა წაიკითხოთ, ბევრი უნდა ისწავლოთ. ჩვენ ვართ თვით ადვოკატები. თვით ადვოკატირება ის რას ნიშნავს, მარიამ? თვით ადვოკატირება ნიშნავს ჩვენი უფლებები რომ დავისვრო ჩვენ. და ჩვენ ჰიტონში ის რატო ვიყავით, მეგობრებო? ჰიტონში იმიტომ რომ ვიყავით, რომ ტრენერები ვიყავით ჩვენ. და ტრენერები ვიყავით ჩვენ და ხო და ტრენინგი ჩავატარეთ ჩვენ. ისა მარიამ, 3 წესი გვაქვს. 3 წესი და კანონი 3 წესი. და მოდი ჩამოვთვალოთ. და შენი რას იტყვი? კი ბატონო, ჩამოვთვალოთ. მოდი. დავიწყეთ. აი მაგალითად და 10 წლზე რა შევდივართ? ტელეფონებს უშხობთ, ანუ მაგალითად ვთიშავთ. ნამდვილად. აუცილებლად და პირველი მეორე რა არის? მეორე არის რომ არ უნდა დავაგვიანოთ.
მესამე მოსმენის კულტურა უნდა შეგეძლოს აუცილებლად. და კიდე რა არის? პატივისცემა. აი, მაგალითად, ქალებს პატივისცემა, მამაკაცებს პატივისცემა. მოგვიყევი შენი გამოცდილების პირობებში. გამოცდილება მაქვს ჰოლიდეიში, იმიტომ რომ ბევრს დავიწყე მუშაობა მარიამ და ძალიან დიდად მსიამოვნებს და ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ ჩემთვის ჰოლიდეი არის როგორც დიდი ოჯახი. თანაშრომლებს მე ვფიქრობ, მარიამ, რომ ყავს ძალიან საუკეთესო თანაშრომლები. მე ჰოლიდეიში რომ ვმუშაობ, მე მსიამოვნებს მარიამ. დიდი სიამოვნებას მანიჭებს და მე მსიამოვნებს რომ ვმუშაობ. მინდა რომ მიზანს მივაღწიო როგორც ცხოვრებაში და მინდა რომ ახარ რაღაცა რო შექმნა, მაგალითად ჩემი საფილმო კოქტეილები რო გავაკეთო, მეტი არაფერი. რა სირთულეები შეგხვედრია? ჩემი სირთულე არის ყველაზე რთული სირთულეებზე ვფიქრობ. მაგალითად რთული არის მაგალითად ცხოვრება. ბავშვობიდან სირთულეები გამომყვა, იმიტომ რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი. როცა დავიწყე მუშაობა ჰოლიდეიში, ცოტა დავიწყე აი ნერვიულობა მაგალითად. ნერვიულობა ცოტა 2 წელს რო ვიყავი, ნერვიულობა მიჭირდა და მე კი უცბად დავიწყე მუშაობა. მე კი დამეშვიდედი, მე კი მშვიდად ვარ და განაგრძე უშაობა. ჩვენ განსხვავებულ არაფერს ვითხოვთ. მინდა რომ მივწოდო ყველას, რომ ბავშვი აღარ ვარ. ვარ დამოუკიდებელი ქალი და მინდა რომ ჩემი პროგრესით მინდა ამას ვისაუბრო, რომ ჩემთვის ყველაფერი მინდა რომ ჩემ თავზე გავაკეთო. და გთხოვთ, მოსდილებო, პატარა ბავშვით დუღარ მეუგდებით და დუღარ მეკცევით. ისი რას ფიქრობ, მარიამ? მე ვფიქრობ, რომ პატარა ბავშვისათვის აი, მაგალითად, ჩემ ოჯახში ისა პატარა ვიყავი, კი, მაგრამ გავიზარდე. მაგრამ პატარა ბავშვივით ვიყავი, მაგრამ პატარა ბავშვივით მეს მეკცევია. სულ რაღაცებში. მეც. შენს და მეც. წესიერად უნდა მომექცეს, მაგალითად, წესიერად. ოღონ უზრდელურად არა. ჩემი უფლება უნდა იყოს დაცული. დაცული ადამიანები ვართ. შეგვიძლია ამის გააკეთება თუ შანსს მომცემთ. დიდი მადლობა ყველას, რომ მოგვისმინეთ და გვიყურებთ. მომავალ შეხვედრამდე თუ გაინტერესებთ, აუცილებლად აქ ვარ და აუცილებლად მოგვისმინეთ. Kisha.